მე-11 ფრაზულის მნა უკვე არის fall down, რაც ნიშნავს დაცემას. მაგალითად, I fell down and broke my hand. მე დავეცი და მოვიტეხე ხელი. I fell down and broke my hand. მე დავეცი და მოვიტეხე ხელი. ანუ fall down არის დაცემა. და მე-12 უკვე არის fall apart, რაც ნიშნავს ნაწილებად დაშლას, ანუ გაფუჭებას, დახევას, დაფხრეწას ან დანგრევას. აი ეს არის fall apart, ნაწილებად დაშლა. მაგალითად, my new dress fell apart in the washing machine. ჩემი ახალი კაბა ნაწილებად დაიჭალა სარეცხ მანქანაში. My new dress fell apart in the washing machine. ჩემი ახალი კაბა დაიშალა ნაწილებად სარეცხ მანქანაში. და მე-13 უკვე არის fall out, რაც ნიშნავს ამოვარდნას. მაგალითად რაიმეს ჯიბიდან ამოვარდნას. აი სიტყვაზე, როდესაც ვამბობთ, რომ the money must have fallen out of my pocket. ფული ჯიბიდან ამომივარდებოდა. აი როდესაც ფულს დავკარგავთ და ვამბობთ, რომ უეჭველი ჯიბიდან ამომივარდა, აი ეს არის the money must have fallen out of my pocket. ანუ fall out არის ამოვარდნა. მე-14 ფრაზულის მნა არის ask around, რაც ნიშნავს გაკითხვას, ანუ რამოდენიმე ადამიანისთვის ერთი და იგივე კითხვის დასვას. აი როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ გავიკითხავ, აი ზუსტად ეს არის ask around. მაგალითად, I asked around but nobody has seen my wallet. I asked around but nobody has seen my wallet. გავიკითხე, მაგრამ არავის უნახავს ჩემი საფულე. ანუ რამოდენიმე ადამიანს ვკითხე, მაგრამ არავის უნახავს ჩემი საფულე. აი ზუსტად ეს არის ask around. ანუ გაკითხვა რამოდენიმე ადამიანისთვის ერთი და იგივე კითხვის დასმა. და მე-15 უკვე არის ask out, რაც ნიშნავს პაემანზე დაპატიჟებას. მაგალითად, he asked me out and I'm very happy. მან მე პაემანზე დამპატიჟა და მე ძალიან ბედნიერი ვარ. ანუ ask out არის პაემანზე დაპატიჟება. He asked me out and I'm very happy. მან მე პაემანზე დამპატიჟა და მე ძალიან ბედნიერი ვარ. მე-16 ფრაზულის მნა არის eat out, რაც ნიშნავს გარეთ ჭამას, მაგალითად რესტორანში ან კაფეში ან სადილობას. მაგალითად, I don't feel like cooking tonight. Let's eat out. I don't feel like cooking tonight. Let's eat out. დღეს რაღაცა მზარეულობის ხასიათზე არ ვარ, ამაღამ წამოდი გარეთ ჭამოთ. I don't feel like cooking tonight. ამაღამ რაღაცა მზარეულობის ხასიათზე არ ვარ. Let's eat out. მოდი გარეთ ვჭამოთ. Let's eat out არის მოდი წავიდეთ, მოდი გარეთ ვჭამოთ. ანუ eat out, ანუ მოდი ვჭამოთ რესტორანში ან სადმე, ანუ მოდი სადმე წავიდეთ საჭმელად. მოდი გარეთ ვჭამოთ. და მე-17 ფრაზულის მნა არის eat up, რაც ნიშნავს საჭმლის ბოლომდე ჭამას. ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე, რომ ბოლომდე ჭამე ეს საჭმელი, აი ეს არის ზუსტად eat up. მაგალითად, please eat up your soup. გთხოვ ბოლომდე ჭამე შენი წვნიანი. Please eat up your soup. გთხოვ ბოლომდე ჭამე შენი წვნიანი. ანუ eat up ნიშნავს საჭმლის ბოლომდე ჭამას. Okay? მე-18 ფრაზულის მნა უკვე არის blow away. Blow ცალკე ნიშნავს დაბერვას, გაბერვას, მაგალითად ნიავი რომ დაუბერავს, ქარი რომ უბერავს, ხოლო blow away უკვე ნიშნავს გაოცებას, ძალიან გაკვირვებას. როდესაც ჩვენ რაღაცით გავოცდებით, ძალიან გაგვიკვირდება, აი ეს არის blow away. მაგალითად, you've blown me away with this news. You've blown me away with this news. შენ მე გამაოცე ამ ახალი ამბით, ანუ ძალიან გამაკვირვე ამ ახალი ამბით. You've blown me away with this news. შენ მე გამაოცე, გამაკვირვე ამ ახალი ამბით. მე-19 უკვე არის blow up, რაც ნიშნავს აფეთქებას. მაგალითად, the car blew up
after it crashed into the fence. ანუ მანქანა აფეთქდა მას შემდეგ რაც ის შეეჯახა ღობეს. ანუ blow up უკვე არის აფეთქება, ხოლო the car blew up after it crashed into the fence ნიშნავს რომ მანქანა აფეთქდა მას შემდეგ რაც ის შეეჯახა ღობეს. და მეოცე ფრაზულის მნა უკვე არის blow something up რაც უკვე ნიშნავს გაბერვას, დაბერვას, სულის ჩაბერვას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ 50 ბურთი უნდა გავბეროთ წვეულებისთვის, ამას ინგლისურად ვიტყვით ასე. We have to blow 50 balloons up for the party. We have to blow 50 balloons up for the party. ჩვენ გვიწევს 50 ბურთის გაბერვა. ჩვენ უნდა გავბეროთ 50 ბურთი წვეულებისთვის. ანუ blow something up ნიშნავს გაბერვას, okay? We have to blow 50 balloons up for the party. ჩვენ უნდა გავბეროთ 50 ბუშტი წვეულებისთვის.